აი ეს არ ვიცი ესეა ხო ნუკრი 20 წელია 25 წელია ესეა ეს არის სანაგვე ჩათვალე და ახლა მე მინდა სახელმწიფოს ვთხოვო რომ ხელი არ შემიშალოს ჩაქვის მოსახლეობისთვის ჩაქვისში ახალგაზრდებისთვის აი ამ ადგილზე ბავშვებს გაუკეთებ სახელმწიფოს ტერიტორია დაახლოებით არის 500-600 კვადრატი და ბავშვებს ჩაქვის მოსახლეობისთვის ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გავაკეთებ მაგარ სკვერს სადაც იქნება ყველანაირი სავარჯიშო აი უყურე როგორ არის ადამიანი როცა მანქანას აფორმებდეს იქნება სკვერი არის ბაღი არის დაждდება და ბავშვებიც გაერთობიან რა არის ამისთვის ცუდი არამე და გთხოვთ ხელი არ შეგვიშალონ ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ბავშვებისთვის დაახლოებით ეს დაждდება 100,000-150,000 ლარი ვინაიდან ეს სავარჯიშო ის დანადგარები რაც გვჭირდება სპორტული ინვენტარი მაგას ძალიან ბევრი ფული უნდა ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლეს დონეზე ეს არის ჩაქვის მხარე ჩვენი ცენტრი აჩვენიანი აი ჩვენი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაა და ეს უნდა იყოს უმაღლეს დონეზე მოპირკეთებული თუ რამე ზედამხედველობას ან რამეს ვინმეს რამე შესაკითხი იქნება რა თქმა უნდა თქვენთან ერთად რაც ჭირდება განცხადება უნდა რა უნდა კიდევ ვიმეორებ ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ახალგაზრდებისთვის თუ რამე შეკითხვა ექნება ვინმეს აგერ არის ლევანი აგერ არის ნუკრი და მზადვართ ყველა შეკითხვას უპასუხებ და აზრი ძალიან კარგია დუბაი რატო შენდებაო შენ რომ მითხარი ესე ჩქარადო 30 წელია მე დუბაიში ვცხოვრობ და რატო შენდება იცი დილით იტყვიან და საღამოს უკვე ხალხი მუშაობს აი ამიტომ შენდება და ამიტომ ეს ბიუროკრატიული საკითხები უნდა გადაიწიოს ჩქარა იმიტომ რომ აქ ნახევარი სეზონი არის ზამთარი და ამას მე მგონი ჩაქვის ხელმძღვანელობა და აჭარის ხელმძღვანელობა დადებითად მოეკიდება გისურვებთ წარმატებას ახლა წავიდეთ ბათუმის მხარეს აი ამის იქით ამ მხარე ვნახოთ მოდი გავაგრძელოთ რაც ახლა ჩვენ ვთქვით რასაც ბავშვებს სპორტულ კომპლექს უკეთებ საჩუქრად ჩაქվել ბავშვებს ეს არის იქით ამ მხარე იმიტომ რომ იქ არის მოუწესრიგებელი სიტუაცია 30 წელია ესეა ახლა აი ეს შენობა ჩვენე აი უყურე ახლა გვერდზე წარმოიდგინე ახლა შენ აქ დადგება ძვირად ღირებული ავტომობილები და ეს ადგილი გამოვაცოცხლეთ ხო ნუკრი გამოცოცხლდება მაგრამ არის ერთი პრობლემა აი აქ ესე ჩვენი ადგილია აი წინ